გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. საქართველოში კვლავაც პრობლემური რჩება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია. საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. სამოქალაქო განათლების პროგრამა მომავლის თაობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღეს საჯარო დისკუსიით გამოეხმაურა. მოწვეულმა პედაგოგებმა, სკოლის მოსწავლეებმა, მედიის წარმომადგენლებმა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა გურიის რეგიონში იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ძირითადი პრობლემა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს არარსებობაა. ის პანდუსები, რაც ამჟამად არის, არ არის მორგებული ამ პირების საჭიროებებზე. ასევე პრობლემაა საზოგადოებაში მათი ინტეგრაციაც. როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ინტეგრირებული არიან უკვე სკოლაში, იღებენ შესაბამის განათლებას და მათ უკვე აქვთ პირობები იმისა, რომ აღარ იყვნენ, ესე იგი, გარიყული. რა თქმა უნდა, არის ცოტა პრობლემებიც. პრობლემები არის იმაში, რომ ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მე ვგულისხმობ ეტლით მოსარგებლე პირებს ექმნებათ პრობლემა სკოლაში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და ამიტომ ისინი განათლებას იღებენ შესწავლების მეთოდით. და თუ კი ეს პრობლემაც მოგვარდება, უკეთესი იქნება და ისინი უფრო უკეთეს პირობებში იქნებიან თანატოლებთან ერთად. ასევე მოსაგვარებელია სველი წერტილები, ესეც ხელს უშლის მათ ინტეგრირებას, სრულ ინტეგრირებას სკოლაში. საჭიროა მათ გარეშე შევხვდეთ ერთმანეთს, არ არის სავალდებულო ყოველთვის ეტლით მოსარგებლეები და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანები გამოვფინოთ ესე ფასადურად და მხოლოდ შემოვიფარგლოთ იმით, რომ დავაფიქსიროთ მათი არსებობა, არა, პირიქით, მე მგონია, რომ ჩვენ მათ გარეშე უნდა შევიკრიბოთ და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ის რაღაცა არასწორი შეხედულებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია განსხვავებულობის შესახებ, ეს წარმოდგენები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმსხვროს და ჩვენ ყველამ ჰარმონიულად უნდა ვიცხოვროთ და მერწმუნეთ, რომ ძალიან ლამაზია მათ გვერდით ცხოვრება, ძალიან მრავალფეროვანია მათ გვერდით ცხოვრება და ისინი ალამაზებენ ჩვენს ცხოვრებას. ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობა ფარგლებში მოეწყო. პროგრამას ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. გურიის რეგიონში პროგრამის განმახორციელებელი გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრია.